Am ვიდეოში გაიგებ როგორ უნდა გაჭრა ვიდეო DaVinci Resolve-ში. პირველი მეთოდი მარტივი არის, ხოლო მეორე კიდევ უფრო მარტივი. ბოლოს კი მაქვს რამდენიმე რჩევა, რაც დაგეხმარება გახდე უკეთესი ედიტორი. ასე რომ დავიწყოთ. მაგალითად დავიღოთ ეს ვიდეო, სადაც GoPro კამერით არის გადაღებული ველოსიპედით ზეირნობა. ვიდეოს ხანგრძლივობა დაახლოებით 2 წუთია. მაგრამ ჩვენ გვინდა გავჭრათ ვიდეო და რამდენიმე წამიანი კადრები დავდოვოთ. ამისთვის საჭიროა რომ აი ეს წითელი მაჩვენებელი გადავწიოთ იმ ადგილას, სადაც გვინდა რომ ვიდეო გავჭრათ. მაგალითად აი აქ. შემდეგ ხელსაწყოების ჩამონათვალში მოზებნეთ მესამე ხელსაწყო. ან კლავიატურაზე დააჭირეთ B-ს. შემდეგ მაუსის მარცხენა ღილაკით დააჭირეთ იმ ადგილას, სადაც გინდათ რომ ვიდეო გაჭრათ. მაგალითად აქ გვინდა რომ დასაწყისიდან ამ მონაკვეთამდე გავჭრათ ეს ვიდეო. შემდეგ გავჭრათ ის ადგილები, რომლებიც გვინდა რომ დავდოვოთ. როცა სასურველი მონაკვეთების გაჭრას დაასრულებთ, შემდეგ მონიშნეთ ის ადგილები, რომლის წაშლაც გინდათ და დააჭირეთ Delete-ს. ახლა მოდი მეორე, უფრო მარტივ მეთოდზე გადავიდეთ. წითელი მაჩვენებელი იქ დააყენეთ, სადაც გინდათ რომ ვიდეო გაჭრათ და დააჭირეთ Ctrl+B-ს. ამ შორტკატის გამოყენებით ბევრად უფრო სწრაფად გაჭრით ვიდეოებს. ასევე არსებობს კიდევ ერთი შორტკატი, რომელიც ანალოგიურად მუშაობს. ეს არის Ctrl+Backslash-ი. ეს ღილაკი კლავიატურაზე Enter-ის გვერდზე ხვდება ხოლმე. მე ყოველთვის ამ შორტკატს ვიყენებ. მაგრამ ერთი რაღაც გაითვალისწინეთ. თუ კლავიატურა ქართულ ენაზე გიყენიათ, ამ შორტკატით ვერ გაჭრით. თუმცა Ctrl+B ნებისმიერ ენაზე მუშაობს. აი ასე მარტივად შეგიძლიათ გაჭრათ ვიდეო DaVinci Resolve-ში. ახლა თქვენც სცადეთ, გაივარჯიშეთ, მიჭერ-მოჭერით ვიდეოები და ძალიან სწრაფად მიეჩვევით. თუ ვიდეოს ბოლომდე უყურე, შენთან ერთი კითხვა მაქვს. თუ ახლა სწავლობ ვიდეო მონტაჟს, ყველაზე მეტად რა გერთულება? შეიძლება შემდეგი ვიდეო სუსტად ამ თემაზე გავაკეთო.